უკრაინის დრონების კამპანიამ რუსეთის ნავთობის საექსპორტო სიმძლავრეს დაახლოებით 40% მწყობრიდან გამოიყვანა, რაც დღეში 2 მილიონი ბარელის ეკვივალენტია და შეაფერხა გადაზიდვები მისი ძირითადი ბალტიისა და შავი ზღვის პორტებიდან. Reutersმა ამ მოვლენას თანამედროვე ისტორიაში რუსული ნავთობის მიწოდების ყველაზე სერიოზული შეფერხება უწოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ფინეთის ყურეში შესასვლელთან მინიმუმ 50 ტანკერი იდგა რიგში, რომლებიც პრიმორსკში ან უსტლუგაში შესვლას ელოდნენ. ამ კამპანიისთვის დროის არჩევა შემთხვევითი არ არის. ჰორმუზის სრუტის ბლოკადამ და ამერიკის ომმა ირანთან ბრენტისა და ურალსის ფასები ლოკალურ მაქსიმუმამდე აწია. რუსეთისთვის ნავთობის ექსპორტიორისთვის, რომელიც ჰორმუზიდან ათასობით მილის დაშორებით მდებარეობს, ეს მოულოდნელი იღბალი აღმოჩნდა. ბოლო თვეებში ურალსის მარკის ნედლი ნავთობის ფასი ბარილზე $40-ზე დაბლა დაეცა. მარტის შუა რიცხვებისთვის კი მან კვლავ $90 მიაღწია. Financial Times-მა რუსეთის ახლო აღმოსავლეთის ომის ყველაზე დიდი გამარჯვებული უწოდა და გამოთვალა, რომ მოსკოვის ყოველდღიური შემოსავალი ნავთობიდან $150 მილიონი გაიზარდა. ამასობაში ვაშინგტონმაც პუტინს გარკვეული დახმარების ხელი გაუწოდა.